გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმებით ბატონო მაყურებელს. ევროპის მიერ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ევროჩინოვნიკებმა დაანონსეს 12 პუნქტიანი გეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Bloomberg-მა 22 ოქტომბერი იყო, თუმცა როგორც ჩანს რუსეთში შეისწავლეს ეს საკითხი და ამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ გეგმით ევროპა არ არის დაინტერესებული, რომ შვიდობიანად გადაწყდეს უკრაინის კონფლიქტი. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა იმ არსებული ინფორმაციებით, რაც მედიაში ვრცელდება, ძირითადად დასავლურ მედიაში, იგრძნობა, რომ ევროპა, ევროკავშირი ემზადება რუსეთთან ომისთვის. ამავე დროს საუბრობენ ვითომდაც აი ამ სამშვიდობო 12 პუნქტიან გეგმებზე არის იქ რამშტაინის შეხვედრა, სადაც ეს კოალიციური ქვეყნები, ანტირუსულად განწყობილი ქვეყნები. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ამდენხნიანი თამაში როდამდე შეიძლება გაგრძელდეს და რა იქნება ამის კულმინაცია ბოლოს და ბოლოს აიძულებენ ეს ქვეყნები რუსეთს რომ წავიდეს რამე დათმობაზე თუ საბოლოო ჯამში პირდაპირ ასე ვთქვათ შუბლით დაეტაკებიან რუსეთი და ევროკავშირი ერთმანეთს. კითხვაზე გიპასუხებთ, რუსეთის ემზადება ამ ომისთვის და ის ტემპი რომელიც დღეს არის და ჩვენ ხედავთ ბოლოს 3 წელიწადნახევარია ეს ტემპი ზუსტად მაგაზე მეტყველებს რომ რუსეთი ემზადება უფრო დიდი ომისთვის. და აი ეს ბედურება და კატასტროფა რაც ტრიალებს ახლა უკრაინის მიწაზე ეს არის პრელუდია იმისი რაც უნდა მოხდეს და დასავლეთი აუცილებლად იმიტომ კი არა რომ მათ სხვაგვარად შეუულია ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ისინი იძულებულები არიან რუსეთთან შევიდნენ ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში იმ იმედით რომ რუსეთთან დაკავშირებით იქნება შიდა პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები და ჩვენ ხედავთ რომ ტრამპი მთელ თავის ძალისხმევას ახმარს იმას რომ რუსეთში მოხდეს ეკონომიკური კრიზისი და აი მისი ვიზიტით სი ძინპინთან ერთ-ერთი მაჩვენებელი ამ ფაქტორის რომ ნაკლები ნავთობპროდუქტები იყო შეძენილი რუსეთისგან ანალოგიური თხოვნით და მოთხოვნით მიმართა ინდოეთს ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ანალოგიური თხოვნა და მოთხოვნა აქვს სი ძინპინთან და ყველა იმ ქვეყანასთან ვინც რუსეთთან ვაჭრობს ენერგომატარებლებით, საიდანაც საკმაოდ სერიოზული შემოსავალია, მაგრამ ამავდროულად მინდა დავძენ რომ რუსეთის შემოსავლები ნავთობპროდუქტიდან მათი ბიუჯეტის მდგენელი დღეს გაცილებით ნაკლებია პროცენტულად, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ. დაახლოებით 16-17% შეადგენს, შეიძლება 20% ვთქვათ. იქ სხვა ტექნოლოგიებია, სხვა შემოსავლებით ახერხებს რუსეთი თავისი ბიუჯეტის შენარჩუნებას და დასავლეთი ერთ რამეს ვერ ხვდება. 3 წელიწადის განმავლობაში, როცა რუსეთს ებრძვის მთელი დასავლეთი, როგორ მოახერხა რუსეთმა შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც აქვს. რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ჩვენ გვახსოვს სტამბულის შეთანხმება, სტამბულის გეგმა, რომელიც უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი გადაჭრა კონფლიქტის, სადაც რუსეთი საკმაოდ სერიოზულ დათმობებზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეს ომი დაწყებული იყო, დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი, ეს არის ომი, დაწყებული იყო, მაგრამ არც ეს ხელშეკრულება იყო მოსაწონი დასავლეთისთვის და ბრიტანეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ომი გაგრძელებულიყო. ეხლა რა მიზანს ისახავს დასავლეთი და რა მიზანია საერთოდ აი რუსეთთან დაკავშირებით ჩვენთვის ყოველთვის აქტუალური იქნება რუსეთის ფაქტორი და ეს საუკუნეები ასე იყო და კიდე მრავალი ათწლეული კიდე ესე გაგრძელდება. რა მიზანს ისახავს ამერიკის შეერთებული შტატები? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ ორჯერ მოხდა, როდესაც რუსეთი და შტატები შეეცადნენ პარიტეტულ საწყისებზე ეთანამშრომლად, ეს იყო კენედის დროს, როდესაც კენედიმ ჩათვალა, რომ რუსეთი იყო მისი ღირსეული პარტნიორი, არა უმცროსი ძმა, არა ქვეშემდომი, არა დიქტატის ქვეშ ყოფილი საბჭოთა კავშირი, არამედ როგორც მისი მეგობარი და პარტნიორი.
და ვიცით როგორც დაამთავრა ბატონმა კენედიმ თავისი მიწიერით მაგრამ კარიბის კრიზისის დროს იყო დაძაბულობა. რა თქმა უნდა, კარიბის კრიზისი, ზუსტად კარიბის კრიზისის განმუხტვის შემდეგ მოხდა ეს გადაწყვეტილება და მერე დიდი დრო არ გასულა იმის შემდეგ, რაც იგი მოგეთ აღესრულა და მოკლეს. მეორე იყო კისინჯერი. და ჩვენ გვახსოვს ანალოგიურად კისინჯერი არ მოკლეს, მაგრამ ეს ვოტერგეიტის ცნობილი კონფლიქტი ესე იგი მოხდა და გადაყვა ეს ადამიანი აი ამ მოვლენას, რომელიც ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესე დიდ ქვეყნებში არაფერი არ ხდება შემთხვევით, ხო? დაგეგმილი იყო ეს ვოტერგეიტი, კარგად იყო მომზადებული, აღშფოთებაც კარგად პიარის კუთხით კარგად მოხდა. ყველა შეიქმნა ყველა წინაპირობა, რომ ეს ადამიანის გადაყენებული იყო თანამდებობიდან და მე უკვე დაიწყო ის, რაც უკვე საუკუნეების მანძილზე ხდება რუსეთის მიმართ და ტრამპის ამოცანა დღეს რა იყო? ტრამპის ამოცანა გავასხოვოთ ტრამპის ფუნქცია და დავალება თავისი იმ ხალხისგან, ვინც მოიყვანან ტრამპი, დავარქვათ უკვე ყველაფერს თავის სახელი. ამერიკის პრეზიდენტები, რა თქმა უნდა, თავისი გარკვეული ღირსებების გამო, თავის ნიჭის გამოცდილების და უნარების გამო ხდებიან პრეზიდენტები, მაგრამ მან უკან დგას ძალიან დიდი ძალები, რომლებიც 2020 წელს იყო ტრამპის წინააღმდეგ და 2024 წელს ზუსტად იგივე შემადგენლობით დადგნენ მის გვერდით, ახლა გვარებით თავს არ შეგაწყებთ. ამოცანა მისი წინამორბედის ბაიდენის იყო რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. და ეს ძალიან კარგად გათვალეს თავის ჭკუაში. მშვენივრად გათვალეს მათ და იფიქრეს, რომ ჩვენ რუსეთს დავამარცხებთ ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ 50 ქვეყანა მთელი ევროკავშირი იმ შეიარაღებით, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდათ ასე ვთქვათ, საწყობებში სამხედრო შეიარაღება, საკმარისი აღმოჩნდებოდა იმ ქვეყნის დასამართლებლად, რომელშიც ჯერ კიდევ რუსეთში იყო გარკვეული პრობლემები და ჩვენ დავინახეთ ომის დაწყების შემდეგ რამდენი გენერალი თითქმის ყოველ დღე თითო რამდენიმე გენერალი ზოგი ასე ვთქვათ, ციხეში მიდიოდა, ზოგი გადაყენებული იყო თანამდებობიდან და ეს ვერ მოხდა. მაგრამ ისიც გვახსოვს, როგორ გულის ფანცხალით ელოდებოდა დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას. ხმამაღლა საუბრობდნენ ამაზე. ახლა გადავდივარ ზუსტად მაგ საკითხზე. ამერიკის შეერთებული შტატებმა და დასავლეთმა ერთი რამ კარგად გაიაზრა. განსაკუთრებით 812 წლის ომის შემდეგ, რომ რუსეთის დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია ბრძოლის ველზე. და ბრძოლის ველზე თუ ვერ ამარცხებ, მაშინ იყო მეორე სტრატეგია. ზუსტად მეორე სტრატეგიის გამტარებელი დღეს ჩვენ გვევლინება ბატონი ტრამპი. რატომ ვახსენე 1812 წელი? 1812 წელი ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო და ზუსტად ანალოგიურად დამთავრდა, როგორც დამთავრდა მეორე დიდი საომულო ომი, ხო? და მაშინ გამოითქვა ესეთი მოსაზრება, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება სამხედრო ძალით და აი ზუსტად 1905 და 1917 წლის რევოლუციები, თებერვლის რევოლუციას გულისხმობ მე 17 წლის, ეს იყო ფერადი რევოლუცია, რომელშიც ჩართული იყო როგორც გარეძალები და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ფინანსებაც მოდიოდა. ხო, და აი თვითონ გერმანელი კლაუზოვეცი, ეს ცნობილი სამხედრო ექსპერტია, მან პირდაპირ მოუწოდა ჯერ კიდევ აი ზუსტად როგორც დამთავრდა 1812 წლის საომულო ომი, პირდაპირ მოუწოდა, რომ შეუძლებელია ამერის დამარცხება ბრძოლის ველზე და სხვა მეთოდებია შესამუშავებელიო. აი სხვა მეთოდის შესამუშავებლად ზუსტად ტრამპმა ახლა გამოიყენა და ტრამპი ცდილობს ისეთი მოლაპარაკების, ისეთ პირობებზე დასვას რუსეთი მოსალაპარაკებლად, რომელიც რუსეთისთვის მისაღები არ იქნება. ანუ მარტივად რო ვთქვათ, 3 წელიწადნახევარი გავიდა აი ამ კონფლიქტის დაწყებიდან, რუსეთს ისეთი ასე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ევროპის სამხედრო პოტენციალი პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული, მე აღარ ვსაუბრობ იმ საცავებზე და იმ საწყობებზე, რომელიც ცარიელია. ამავდროულად უკრაინის სამხედრო პოტენციალიც არის საკმაოდ დაბალ ნიშნულზე დაყვანილი. ყველა ეს პროფესიონალი, ვინც ჩართული იყო პირველი 2 წლის განმავლობაში
ზოგი გარდაიცვალა, ზოგი დაჭრილია, გამოყვანილია მწყობრიდან და დღეს უკრაინა იბრძვის იმ ხალხით, რომელსაც ქუჩაში იჭერენ და ძალით აიძულებენ, ძალის მიერად აიძულებენ იყვნენ ამ ფრონტზე. რა არის ტრამპის თავარი ამოცანა? აი, ისეთი ხელშეკრულება დაიდოს და მათ ძირითადად რაზეა საუბარი? აი შეხების წერტილი სადაც ქვია, აი 1050 კილომეტრი ფრონტის ხაზზე, აი იქ გაიყინოს ეს ვითარება და ეს გამოიწვევს და ამაში დარწმუნებულები არიან ამერიკელები, რომ ეს გამოიწვევს რუსეთში შიდა დაპირისპირებას. ანუ აუცილებლად რუსი ხალხი დასვავს კითხვას, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რატო დავკარგეთ, რატო ჩავხოცეთ იქ ახალგაზრდა ბიჭები? რატომ დარჩა მრავალი ხეიბარად, რატო მოხდა ის, რომ მიზანი არ არის მიღწეული და ახლა ეს რუსეთის წარმომადგენლები, ვინც ოპოზიციურად არიან განწყობილები, ამბობენ, რომ აი სტალინმა 4 წელიწადში ბერლინი აიღო ლამის, ბერლინი აიღო და ჩვენ რა გვემართება. ანუ საზოგადოებრივი აზრის მომწიფება და მომზადება რუსეთში გამალებულად მიმდინარეობს და მოდით ეს ერთხელ კიდევ ვთქვათ რა. მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო ბატონ მიხეილ, მაშინ არ იყო ბირთვული არა. არა, მე ეს ჩემი სიტყვები არ არის, მე იმ მედიას და იმ საინფორმაციო ღია წყაროების დაყრდნობით ვაკეთებ ამ განცხადებას, რას უმზადებენ რუსეთს და რას უმზადებენ რუსეთის პირველ პირს. ანუ შიდა გადატრიალებას, მოსახლეობის უკმაყოფილება და მხოლოდ ამის შემდეგ მათ შეეძლებათ რუსეთის იმ ნედლეულზე უკვე არა დაბალი ფასით მიღება იმ გაზის და ნავთობის, რომელიც გერმანიის ეკონომიკური სასწაული იყო დაფუძნებული, არამედ საერთოდ უფასოდ უნდათ. ანუ ის რაც მათ ჩათვალეს 1991, 12, 13, 2002-ში, 3-ში, 4-ში, რომ რუსეთი პრაქტიკულად დამარცხებული ყავს დასავლეთს, რუსეთი არის მათი ვოჩინა რო იტყვიან და მათი ასე გამგებლობის ტერიტორია, ეს არის დამთავრებული და ვერ წარმოედგინათ ის, რომ რუსეთი დადგებოდა ფეხზე და მოახერხებდა იმის გაკეთებას, რასაც აკეთებს და ამის მშვენიერი მაგალითი არის ახლა 2 დღის წინ გამოცდილი, ერთი არის პოსეიდონი, რომელიც არის წყალქვეშა უპილოტო გემი, პატარა ნავი, რომელსაც შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მთლიანი სანაპირო აღგავოს პირისაგან მიწისა. და ბრიტანეთის აგრეთვე. ბრიტანეთთან უფრო მარტივად არის სიტუაცია, როგორც ამბობენ. და არის მეორე, ეს არის ბურევესნიკი, რომელიც გამოცადეს და ძალიან გახარებულები არიან რუსეთის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მათ შეძლეს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით მოძრაობს ატმოსფეროში და ნებისმიერ წერტილს მიწვდება ნებისმიერი ქობინით. ეს იქნება ბირთვული იარაღი, თუ ეს იქნება ჩვეულებრივი შეიარაღებით აღჭურვილი. შოიგუმ თქვა დღეს, რომ აკი დაგწინოდითო 7 წლის წინ არ გჯეროდათ დასავლეთის საექსპერტო წრეების გასაგონად თქვა, რომ აი ეს იარაღი რუსეთს ეკნებოდა. გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტია მოაწყო იქ პუტინი საუბრობდა, ეკრანზე ნაჩვენები იყო ასევე ეს კოლაჟი, როგორ მოქმედებს ეს, კომპიუტერული ტექნოლოგიებით აწყობილი კოლაჟი და აი მან შეიტანეს ეჭვი მაშინ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომ ეს რაღაც მორიგი ბლეფია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ათამაშებს, ეგრეთ წოდებული სტრაშილკა, რომ დააშინოს ისინი და იმ შოიგუმ დღეს თქვა მაგალითად, რომ აი 7 წლის წინ არ გჯეროდათო, ახლა ხო დარწმუნდითო. იქ ერთ-ერთმა თუ არ მეშლება ნორვეგიამ დააფიქსირა გაშვება რაკეტის ბურევესნიკზეა საუბარი. ამას წინათ გადაცემაშიც თქვი ამ ბურევესნიკის შესახებ, პატარა ბირთვული ქობინია, რომელიც ერთი ღილაკის დაჭერით უკვე ტრაექტორიას აძლევენ, თავის ბალისტიკა აქვს რაკეტას, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ლანდშაფტს დაბალ მანძილზე შეუძლია აუაროს მთაგორიან ადგილებს გვერდი და იყოს შეუმჩნეველი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის და ისე მიიტანოს იერიში ვიდრე 15000 კილომეტრზე. ანუ საკმაოდ დიდი მანძილის ეს ბირთვული რეაქტორი ამას უზრუნველყოფს სწორედ, რომ არ იცლება ეს ენერგია და დაფრინავს და დედამიწას შემოუფრენს რამდენიმე წრეს. და რამდენიმე წელი წლობით შეუძლია იყოს და რა განსხვავება არის ახლა არეშნიკთან დაკავშირებით, არეშნიკი უფრო რა თქმა უნდა უფრო
მაღალ სიჩქარეზე მოძრაობს, ამის საშუალო სიჩქარე, ექსპერტებმა უფრო იციან, მაგრამ 800-დან 1000 კილომეტრამდეა. მაგრამ არეშნიკიდან განსხვავებით, არეშნიკს აქვს 1500 კილომეტრი სიშორე, საიდან შეიძლება მიიტანოს იერეში ამა თუ იმ ობიექტზე და აი ამ იარაღისთვის პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, სადაც მისცემენ დავალებას, სადაც აი ეს პროგრამას შეცვლიან თუ ახალ პროგრამას დავამატებენ, იმ წერტილს მიაღწევს. რატო საუბრობთ ჩვენ ამაზე და რატო ჩვენ კიდე ერთხელ უნდა მე კიდე ერთხელ წუხილით მინდა გავთქვა ის რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ ბევრ რამ გააკეთა ამ წლების მანძილზე და ეს არ დაწყებულა 1 და 2 წლის წინ ეს დაიწყო პირველივე დღიდან ამ კონფლიქტის სადაც ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ და საკმაოდ ძვირი შეიძლება ასე ვთქვათ დამჯდარიყო ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი თავის თავზე აიღო და მე ყველამ გააგრძელა ეს და დღესაც ეს გრძელდება. ძალიან სერიოზული სავაჭრო ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ჩვენ რუსეთთან. აი ძალიან სერიოზული ახლა რამდენიმე დღის წინ მომიწია ტრასაზე მოძრაობა დასავლეთიდან და ესე კოლონაზეა დაახლოებით ახლა მე დამეზარა უკვე დაახლოებით 1 საათი 40 წუთის განმავლობაში 400 მანქანამდე დავთვალე რომელიც მიემართებოდა აი ლარსის გამშვები პუნქტისკენ და ეს არ იყო პატარა მანქანები ეს იყო მინიმუმ 22-23 40 ტონიანი მინიმუმ 40 ტონიანი აი ეს 12 მეტრიანი შალანდები როა აი ეს იქიდანაც ანალოგიური მდგომარეობა არის ანალოგიური მდგომარეობა და მინდა ვთქვა რომ გარდა იმისა რომ აქ ასე ვთქვათ დავინახე ტრანზიტული ნომრები ანუ აზერბაიჯანის სომხეთის მანქანები ძირითადად იყო ქართული მანქანები და იქიდან შემოდიოდა რა თქმა უნდა ის პროდუქცია რაც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება და გამომდინარე ამ სიტუაციიდან თქვენ ახსენეთ რამშტაინის შეკრება სადაც ჩვენი თავდაცვის მინისტრი დაესწრო ახლა ჩვენ იქ რა თქმა უნდა არაფერი სიტყვა არ გვეთქმის ჩვენთვის ეს აბსოლუტურად რაღაცა ესეთი რიტუალური წარმომადგენლობა იყო მაგრამ მაინც ასეთი შეხვედრებისგან ჩემი აზრით ეს ჩემი სუბიექტური აზრია პირადი აზრია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიკავოს თავი ბევრი მიზეზის გამო გასაგებია დღეს რუსეთს აქვს ესეთი სიტუაცია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია პირდაპირ ვთქვათ შესეულია მთელი ეგრეთ წოდებული წარჩინებული ქვეყნები და მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნები მაგრამ რუსეთის ხასიათი ვინც ის და რუსი ადამიანის და სახელმწიფოს რუსეთი როგორც არ უნდა ავიღოთ ეს არის დერჟავა ეს არის ზესახელმწიფო რომელსაც ვხედავთ რომ ანგარიშს უწევს ამერიკის შეერთებული შტატები ანგარიშს უწევს ჩინეთი, ინდოეთი და უფრო მეცაც ვიტყვით. რუსეთი ელცინის დროინდელი რუსეთი რომელიც პრაქტიკულად იყო ამერიკის შეერთებული შტატების ქვეშ, მაშინაც ანგარიშ გასაწევი იყო. ეს ასე რომ არ ყოფილიყო საქართველოს მერწმუნეთ 90-იანების ბოლოს ან 2000-იანების დასაწყისში გახდებოდა ან ნატოს წევრი, ან ევროკავშირთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით. გამომდინარე აქედან რუსეთისთვის არის წითელი ხაზები და კავკასია ეს არის წითელი ხაზი რომლის გადაკვეთის უფლებას ჩემი აზრით ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მისცემს. შეიძლება სხვა რომელიმე რეგიონალურ მოთამაშესთან ჩვენ პირად საუბარში ბევრჯერ გვისაუბრია შეიძლება სხვა რეგიონულ მოთამაშის გაძლიერება რუსეთი გარკვეული ეტაპი შეხვდეს გაგებით, იმიტომ რომ პროგნოზირებადი იქნება მათთან ურთიერთობა თან ეს ქვეყნები ახლოს არის, შორს არ არის და ნებისმიერი კონფლიქტი, აი რა განსხვავება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეგიონშია და რომელიც სახელმწიფოებზე აკეთებს განაცხადს და პრეტენზიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დავუშვათ იგივე ავიღოთ თურქეთი, იგივე ავიღოთ ირანი. ჩვენ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ არც ერთი ამ ქვეყნის, არც რუსეთის, არც ირანის, არც თურქეთის, რუსეთის ინტერესებში არ შედის აქ ფართომასშტაბიანი ან მცირე კონფლიქტიც კი, რომელიც ავტომატურად გადაედება ჩვენ მეზობელ ქვეყნებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათთვის, რომელიც არის მრავალი ათეული 1000 კილომეტრი ჩვენგან დაშორებული, მათთვის სულ ერთია სად აფეთქდება და სად წარმოიქმნება ცხელი წერტილი. და აქედან გამომდინარე ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც შემოვა კავკასიაში, რუსეთისთვის მეტნაკლებად ვიმეორებ ამ ეტაპზე
მისაღები იქნება, თუმცა ეს იქნება ძალიან ხანმოკლე, ახლა ისტორიისთვის ხანმოკლე თორე შეიძლება ჩვენი ცხოვრებისთვის ხანგრძლივი იყოს, ამდენიმე წლიანი და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ გადაცემის დაწყებამდე. ამიტომ დღეს რუსეთთან ურთიერთობას ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება ბატონო დავით. მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ვიმეორებ, რუსეთმა უნდა იგრძნოს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება მარტო სიტყვით არ შემოიფარგლება და მარტო ეკონომიკა არ არის. და არ არის მარტო ის, რომ აქ ჩვენ 2 კაპიკს შოულობ და შეიძლება 3 კაპიკს და შეიძლება 5 კაპიკსაც რაღაც. მაგრამ ნახეთ ბატონო მიხეილ, საკმაოდ ისეთი უცნაური ვითარება იქმნება. და რავს გულისხმობ. რუსეთიდან ახლა შემოდის პროდუქტი თქვენს ბრძანეთ გადაცემის მცველობისას და პირველადი მოხმარების პროდუქტი ეს არის ხორბალი, ზეთი, ნავთობპროდუქტები, ბენზინი, გაზი, რა ვიცი, ბევრი რაღაც. ხო, ნუ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან შემოდის, მაგრამ იქ ხდება დივერსიფიცირება და ასეთი საკითხები. სურსათი ძირითადად. აქედან გადის და მილიონობით ლარი შემოდის ბიუჯეტში, გარდა ამ სპირტიანი სასმელი, ანუ ღვინის გარდა ხილი. ახლა სეზონი მოდის მაგალითად ციტრუსების გავა დიდი რაოდენობით. რუსეთი ამას მიესალმება. პირდაპირ თუ ირიბად ოფიციალური წარმომადგენლები, აი გნებავთ ეს იგივე ზახაროვა თავის ბრიფინგებზე აღნიშნავს, რომ კი, აი სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა გაზრდილი საქართველოსთან ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ჩვენ გვესმოდა პირდაპირ ხელისუფლების და მთავრობის ბულინგი უკრაინელების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. პირდაპირ ელჩის დაბარებაც გვახსოვს. მერე გვახსოვს ზელენსკის მიერ გაწვევა მოვალეობის შემსრულებლის, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, რომელიც იყო სკანდალში, იქ რა მაცივრების გამოცვლა დააპირა თავისთან საელჩოში. სულ ხდებოდა დეკლარირება აქ ჩვენთან თბილისში, რომ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებთ, თუმცა მათი ხელისუფლების, მისი ხელისუფლების ქმედებები ჩვენთვის მისაღები არ არის. ისიც კარგად გვახსოვს, როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ. რომ აისხით ახლა იარაღი და გაიჭერით აფხაზეთში დაიწყეთ ბრძოლა. დადგა ის დრო, აი ხელსაყრელი მდგომარეობა გაქვთ, რომ შეხვიდეთ. და რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითად და უცნაურობა რაში მდგომარეობს? აი ახლა მაგალითად მთავრობის მეთაურის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის. ხელი მოეწერა კიდევ ერთ ბრძანებას, რომ გაიგზავნოს უკრაინაში დიზელ გენერატორები, არც მეტი, არც ნაკლები 1,500,000 ლარის ღირებულების. თქვენ თუ გახსოვთ არაერთხელ მithქვამს გადაცემაში, როდესაც პირველად მოხდა ამ დიზელ გენერატორების გაგზავნა და მაშინ ესეთი სიმბოლური სახე ქონდა, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დასავლეთ საქართველოს, აი ქუთაისის მაშინდელმა იმერეთის გუბერნატორის ინიციატივა იყო, რადგან ინდუსტრიული ქალაქი იყო საბჭოთა დროს ქუთაისში და არაერთი ფაბრიკა, ქარხანა მუშაობდა. ასევე დაძმობილებული ქალაქები იყო უკრაინაში, ანუ ინდუსტრიული ქალაქები. ეთყობა საფუძველი ეს იყო და მაშინ გაიგზავნა დიზელ გენერატორები, რომელიც ნაწილი თავად უკრაინის ხელისუფლების საშუალო რგოლმა იქ ადგილზე, ვინც ალბათ ხვდებოდა ამ პორტებში და იღებდნენ ამ გენერატორებს. მაშინვე კორუფციულ გარიგებებში წავიდნენ, ანუ ფული აიღეს იმაში, რომ აი გაეგზავნათ A წერტილში თუ B წერტილში. ვინც უფრო კარგად მოითხოვდა. აი დაბომბილ რუსების მიერ დაბომბილ რეგიონებში. მათ შორის გაყიდეს კიდეც. თან კომპაქტური გენერატორები იყო ესენი, ანუ ისეთი კი არა, ჩვენთან გაჭიროება რო იყო 90-იანებში რობინები რო ედგათ პატარები, თქვა 1 კილოვატიანი. არამედ, სერიოზული სტაციონარული, თუმცა რაღაც 10, 15, 20, 30 კილოვატიანები. აი საავადმყოფოებთან რო არის ხოლმე. ემერჯენსის რო დენი რო წავიდეს, უცებ ოპერატიულად რო ჩაირთოს. ახლა იგზავნება კვლავ ეს გენერატორები და მაშინ იმ გენერატორების ნაწილი რუსებმა ჩაბომბეს. ანუ საქართველოსდან თქვენი ჩემი შემოსავლების გადასახადების დანალექი თანხიდან, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ბიუჯეტში, ჩვენ ხო ვიხდით გადასახადებს. ამ თანხებიდან მოხდა ამ 1,500,000 ლარის გამოყოფა. რო კვლავ ახლა უკრებს გაუგზავნოთ გენერატორები. ახლა დღეს კიდევ ჩვენ ვაგზავნოთ გენერატორებს, გასაგებია. აი კი ბატონო, მესმის. მაყურებელი ვერ ხედავს, მაგრამ პირდაპირ არის, აი
ესეთი ავტორიტეტული სააგენტოა, რომელიც ავრცელებს ამ ინფორმაციას. ვინ გვრჯის ჩვენ, ვინ გთხოვს ამას? ვისი დავალებაა და ეს დავალება ეჭვია მეპარება და ეს დავალება იმიტომ მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ მოხდეს რუსეთის ხელისუფლების თვალში აი ეს პატარა ნაბიჯ დაწყებული რაღაცა კონსტრუქციული ეკონომიკური თანამშრომლობის ზე ჩრდილის მიყენება. ამაში მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ რიგში ბრიტანეთი ვერ მოისვენებს, ისინი არ მოისვენებენ, სანამ საქართველოს გარკვეულ პრობლემებს არ შეუქმნიან და საქართველოსთვის გარკვეული პრობლემების შექმნა პირდაპირ აისახება რუსეთის სამხრეთზე, ანუ სამხრეთ კავკასიაზე, რომელიც ყოველთვის იყო ფეთქებადი არის და სამწუხაროდ ყოველთვის იქნება. ანუ ესეთი მოცემულობა. თქვენ გულისხმობთ ახლა ლავროვის იმ განაპირებს, რაც გუშინ გავწევდა. რა თქმა უნდა, გუშინ წინ გავწევდა. არ დაუშვებთ უბრალოდ კავკასიაში ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ კავკასია არ წაგვართვას დასავლეთმა. კი ბატონო, რუსეთი მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში თან უნდა იყოს ახლა უკრაინის ფრონტზე, გამონახავს იმდენ ძალებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ კავკასიაში არეულობა მოხდეს ლოკალიზებული. და ამ ლოკალიზებაში როგორ მოხდება ეს და რა ძალას გამოიყენებს და როგორ იქნება ღმერთო დაიფაროს აქამდე მივიდეთ. ამიტომ არის ეს რამშტაინი, აი ამ დიზელ გენერატორების გაგზავნა. ეს გენერატორები არაფერს არ შეცვლის. აი წარმოვიდგინე, ეს არის 0.001%-იც არა რაღაცა, აი ენერგო კრიზისში, რომელიც აღმოჩნდა დღეს უკრაინა. ხო და რომელიც აი ეს ენერგო კრიზისი ახლა რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა. იბომბება და დარტყმებს განიცდის ის ობიექტები, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ან გენერაციის ცენტრებს. ზამთარი უკვე დადგა უკრაინაში და ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ანუ მე ახლა სპეციალისტებს ვესაუბრე რამდენიმე კვირის წინ და მითხეს რომ ახლა აქ დრონების ომია, ისე აღარ არის ფილმებში რო იყო, რომ ადგებოდა ბატალიონი გადავიდოდა შეტევაზე. აქ დრონების ომია, ეს თავისთავში გულისხმობს იმას, რომ გარკვეულად უფრო ნაკლები სამხედრო იღუპება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, ვიდრე ესე მასობრივი შეტევები და დანაღმული ველის გადავლა და 1000 დეტალია, მაგრამ თავარი დეტალი რა არის ჩემთვის? თავარი რაღაც ხდება ისეთი და რაღაც უნდა მოხდეს, რომელიც ამ ომს დაასრულებს. და ეს ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, აი პანდემია. შეიძლება შედარება არ არის ესეთი კარგი, მაგრამ ეს ხო გლობალური თემაა. ეს ხო არ არის მარტო რუსეთის მიერ დაწყებული, ასე ვთქვათ, რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ხანია დაიწყო. ეს დაახლოებით 20 წელი მზადდებოდა, ცოტა მეტი მზადდებოდა, ის რომ უკრაინა უნდა ჩართულიყო რუსეთთან სისხლისმღერ ომში. ნუ ეს კლინტონის დროს დაიწყო. ხო, რა თქმა უნდა, ვინც ეს მოამზადა, ვინც ეს დაგეგმა და ჩვენ კარგად ვიცით რომ მსგავსი გლობალური გადაწყვეტილებები 1, 2, 3 წელი არა, შეიძლება 10-15 წლის წინ დაგეგმილი მოხდეს, საბჭოთა კავშირის დაშლა დაიგეგმა 60-იან წლებში, ცოტა უფრო ადრე და 30 წელი დაჭირდა დაახლოებით, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. აი ვინ არის ის, ვისთანაც უნდა მოილაპარაკოს რუსეთმა? მე ძალიან შორსა ვარ, რომ მარტო ტრამპია ამას ჩართული, ან მარტო ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა ამას გადაწყვეტს. აქ არის გლობალური საკითხები გასათვალისწინებელი და ის ქვეყანები, რომლებიც ამ შემთხვევაში ბრიტანეთს გულისხმობ, აიძულა ზელენსკი, რომ უარი ეთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. აი ეს ქვეყანა კიდე მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის იმპერიის გავლენები შემცირებულია, თუმცა ის სპეცსამსახურები და ის ესე ვთქვათ გენეტიკური ნიჭი და მეხსიერება, რაც ბრიტანელებს აქვთ, ძალიან თავისუფლად მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს განახორციელოს და ბრიტანეთი დღეს აი ჩვენ მეზობლებთან ერთად ძალიან სერიოზულად მუშაობს და ჩვენ ამის შედეგებს ცოტა ხანში დავინახავთ, მაგრამ რუსი უნდა დარწმუნდეს ერთ რამეში, რუსეთი უნდა დარწმუნდეს ერთ რამეში, რომ მას არ ექნება საფრთხე. ანუ თავარი შეხების წერტილი რაში ვერ მოინახა რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ შემთხვევაში გულისხმობ პიროვნულად ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის. ვერ მოინახა იმაში, რომ რუსეთი ვერ ხედავს თავისი უსაფრთხოების გარანტიას. ანუ ხელშეკრულება, რომელიც დაიდება და შეწყდება ომი, ამის შემდეგ რა ხდება? ანუ რუსეთი ლავროვის
პირით ამბობს, რომ უნდა აღმოფრული იყოს პირველი ასე ვთქვათ მიზეზები, რამაც გამოიწვია ეს ომი, ხო? გაცხადება ოფიციალურად იმაში, რომ და ხისტე იყო ლავროვი რუბიოსთან შეხვედრის დროს. თავად ამერიკელმა ჟურნალისტებმა თქვეს. ხო, არა, გაგვიკვირდა როგორ არიხევდა უკან. ხისტი რუსეთი გახადეს. თქვენ ხო გვახსოვს რუსეთის დიპლომატია, განსაკუთრებით ღმერთო დაიფაროს ის დიპლომატია დაბრუნდეს რუსეთში 90-იან წლებში, როდესაც კოზირევმა პირდაპირ განაცხადა, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში როა ვილაზე წამოწოლილი, რომ რუსეთს არ აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. ანუ მათი ეროვნული ინტერესები იყო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და ამას ძალიან კარგად ახორციელებდა 2000 წლამდე, 2000 წლიდან 2007-მდე დაჭირდა კიდე 7 წელი რუსეთს რომ მოსულიყო გონზე და არც 2007 წელიც ვერ გაიგეს ამერიკელებმა და ბრიტანელებმა რა უნდოდა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც თქვა რომ მე მომატყუეთ, მე მოვტყუდი, მე მეგონა რომ ჩვენ ადამიანებად ჩავთვლიდითო. იმის მერე იყო 8 წელი საქართველო, მადაც იქაც ვერ გაიგეს ამერიკელებმა. მე იყო 2014 წელი და ხო 2014 წელი ყირიმი იქაც ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა და მივედით აი ამ უბედურებამდე რომელსაც 2022 წლის აი ამ ტრაგედია პირდაპირ შემილია ვთქვა და მე ასე ვიხსენიებ ამას ორ სლავ ერს შორის და ამერიკის შეერთებული შტატები ვერ აძლევს ისეთ ხელშეკრულებას და ისეთ მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ დებენ ისეთ ხელშეკრულებას რომელიც რუსეთს დაამშვიდებს და უსაფრთხოდ აგზობიებს თავს. მე ასე ვხედავ და არა მარტო მე, ასე რუსეთში პოლიტოლოგების და ექსპერტების და დიპლომატებიც ამ კუთხით განიხილავენ ამ მდგომარეობას. კი ბატონო, არის გარკვეული რაღაცა მინიშნება აი ულტიმატუმთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპა უნდა გასუფთავდეს ნატოს ინფრასტრუქტურიდან. აი თქვენ ბრძანეთ და მეც გეთანხმებით. შესაძლებელია თან ახლა დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში მუსირებს უბრალოდ იქ აზრი ავრცელებენ, რომ პროპაგანდაც მიმდინარეობს, რომ იცით რა, აი რუსეთმა ახლა უკრაინა თუ აიღო და აიპყრო საბოლოო ჯამში. მერე აუცილებლად იერიშს მიიტანს რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე. შესაძლოა სწორედ ეს აფრთხობთ, მაგრამ კიდე საინტერესოა რა მოხდა. მაგი უნდა თუ რო ეს ტრამპი როგორც ჩანს, სულ გარიგებებზე ახლა აი გვესმის ხო ხშირად სულ გარიგება ზელკა, ნუ ხო რუსები თარგმნიან ზელკა, გარიგებები სულ საუბრობს ამ გარიგების დადებაზე. ახლა გამოცდილი ეკონომისტია, ამ ხელა კაპიტალის მფლობელია, მილიარდების პატრონია, მაგრამ არ გამოსდის ეს გარიგება რუსებთან. თქვენ რაც ბრძანეთ ახლა რუსები მიიჩნევენ რომ უკრაინაში პრობლემა არის ან პირველ მიზეზებია აღმოსაფხრელი. ეს უკრაინული ნაციონალიზმი მხოლოდ ის სარკმარა რუსებისთვის რაც მოიზომეს აღიარეს ეს 4 რეგიონი, ყირიმზე აღარ მაქვს საუბარი. აი ახლა ბოლო ეს 4 რეგიონი პუტინის მხრიდან ბოლოს გაისმა რომ აი თავად ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქში დაუთმობ დნეპრის გაღმა რაც დარჩა. უბრალოდ ეს დონეცკის, დონბასის მთლიანი აგლომერაციები უნდა შეაფსოს, რაც უკვე მონიშნული აქვს. რა თქმა უნდა, ტრამპი ამაზე არ წავა, მაგრამ ტრამპს ჰქონდა მცდელობები, რომ მოეხდინა ზონდაჟი, რაზე შეიძლება დათანხმდეს რუსეთი აი ამ გარიგების შემთხვევაში. და ნუ ახლა ხვდება უკვე, რომ აღარ მოდის რუსეთი ამ გარიგებებზე, თქვენ თქმის არ იყოს, უამრავი ადამიანი აქვს ჩახოცილი, მებრძოლი სამხედროები და თან გარდა ამისა თავის საპრეზიდენტო ვადაში რეიტინგიც უმცირდება ტრამპს. გუშინ დაიდო ციფრები. ანუ მნიშვნელოვნად არის შემცირებული კონგრესის არჩევნები აქვს. კი, თან მომდევნო არჩევნებში კვლავ 딥 სტეიტი გადაუწყვეტს. ეს 딥 სტეიტი ახლა კი ხშირად გვესმის ისეთი ქილიკი ამაზე განსაკუთრებით აი ქართული გლობალისტური ოპოზიციისგან, რომ ხელისუფლება, ანუ საქართველოს მთავრობა ახსენებს რა ამ deep states იგონებს, საერთოდ გამოგონილი რამეა. არა მარტო ოპოზიცია, ევროკავშირის ელჩებიც კი საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი დიპლომატები რომ არანაირ deep state-ი არ არსებობს, მაგრამ რეალურად კი გამოჩნდა რომ მართლაც არსებობს. ანუ თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო მიზნები არ იქნა მიღწეული ტრამპის ამ ვადაში, ეს deep state-ი ან დატოვებს ტრამპს მეორე ვადით, ან კვლავ აიღებს და ჩაანაცვლებს. როგორ დატოვებს? ვადები? ვადები ერთია, მაგრამ ახლა მედია მაგათ ხელშია.
ხო, მაგრამ კონსტიტუციით ტრამპი ამთავრებს თავს. ხო, ну ეს კიდე მეორე საკითხია, ხო, ვინაიდან უკვე ერთხელ იყო ერთი საპრეზიდენტო ვადის გამოტოვებით. ეს კი ბატონო. მაგრამ ну აქ იგულისხმება, რომ შეიძლება ტრამპის პოლიტიკის გამგრძელებელი მოვიდეს რესპუბლიკელი სახით. ეს შეიძლება იყოს JD Vance, რაზეც ასევე ითქვა. მაგრამ თუ კი მოვიდა დემოკრატი, კვლავ შეიძლება ამ გლობალისტებს მიეცეთ ასპარეზი. ამაშია საქმე. და საქართველოს ხელისუფლება დღემდე მოელის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას. რაზე გადის ეს ხაზი? აი ის რო ახლა დიზელ გენერატორებს აგზავნიან უკრაინაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, ის რო გენერატორებს აგზავნიან, ну აქ შეიძლება მე რუსებთან თქვა, რომ აი ჰუმანიტარული დახმარება, იმას ხო ეს ხო არ ვქენით, ის ხო არ ვქენით, სამხედროები არ გავაგზავნეთ, ბოევიკები არ გავაგზავნეთ, მაგრამ ну ახლა ეს ამაზე ნუ გაგვიბრაზდები. ну რუსეთის ამაზე მიუხვუჭავს თვალს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხინჯი და ასე ვთქვათ, ლაქა მაინც დარჩება ამასთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვიცით რუსეთში კიდე რა ძალები არის, როგორ შეიძლება იმ მოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ. იქაც ყავთ თავიანთი deep state. იქაც ყავთ სერიოზული deep state, რომელიც შეიძლება საქართველოს მიმართებაში სხვა აზრის ფორმირება დაიწყოს, რაც ჩვენთვის არის პრაქტიკულად დამღუპველი. და ამ deep state-ის მოქმედება მე უკვე მეზმანა, თუნდაც მინსკში იმ სამიტზე პრეზიდენტ ლუკაშენკოს და ნინო ბურჯანაძეს მცირე გადალაპარაკებაში გამოიკვეთა, რომ როგორც საკავშირო ქვეყანა რუსეთთან ბელორუსი და ეს პატარა პოლემიკა მცირე დროით არ გამორიცხავს იმას, რომ ეს რუსეთის deep state-ი ფლობს ასევე გეგმა B-ს საქართველოსთან მიმართებით, რომელიც იქნება დროში უფრო უფრო გრძელი 10-15-20 წლის განმავლობაში. დამღუპელია საქართველოსთვის. ეს არის დამღუპელი. რა გაგებით? მოდით ავხსნათ მაშინ ბატონ მიხეილ. კი ბატონო. აქტიურად მიმდინარეობს, არ ჩანს პირდაპირ, მაგრამ ჩვენი თურქულ სივრცეზე მიბმა. კი, რა თქმა უნდა. არის თუ არა? კი ბატონო. შეხვედრები მინისტრების დონეზე უკვე ჩამოვიდა მინისტრების დონეზე, უწყებების. გერმანიაც კი ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა მოულბა ერდოღანს თქვა, რომ ნუ იქ მათი აზრები არ დაემთხვა ისრაელ ღაზა სექტორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას, მაგრამ ის რომ კვლავ მერცმა თქვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას და მიხეილ ყაველაშვილიც რომ მაგას ამბობს პრეზიდენტი, რომ ჩვენ გეზი აღებული გვაქვს კონკრეტული ევროკავშირის წევრობისკენ. ну არ ვიცი ხა რატო ამბობს ამას საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად არც არასოდეს განიხილებოდა სერიოზულად, არც ახლა განიხილება და საომალოდ რომელ ევროკავშირში, ну კაი ეს დავტოვოთ ბატონი მიხეილის, ასე ვთქვათ, ნამუსზე იყოს, რომ როგორც პრეზიდენტია და უნდა გააკეთოს განცხადებები, ხა ჩვენ განსხვავებით ის შებოჭილი არის თავის განცხადებებში, იმიტომ რომ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ეხლა მოდით თურქეთზე ვთქვათ რა. 92 წელს შეიქმნა შავი ზღვის საპარლამენტო ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, იყო ბისეკი ეკონომიკური თავრობის დონეზე და იყო პაპსეკი. პაპსეკი გახლავთ საპარლამენტო, სადაც საქართველოს დელეგაცია პირველები ვინც იყო თქვენი მონამორჩილი, ჩემ მაშინდელ უფროსთან ერთად ბატონ ვახტანგ გოგუაძესთან პირველივე დღეს ჩავფრინდით, როგორც კი გავხდით ამ ორგანიზაციის წევრები, ხო? და მე წლების მანძილზე მუშაობდი ამ ორგანიზაციასთან საქართველოს პარლამენტის მხრიდან. მთელი უფლება მოსილება გადაცემული ქონდა თურქეთს. სტამბულში, დომაბაღჩაში იყო შტაბ-ბინა, თურქი იყო გენერალური მდივანი, თურქეთის იყო დაფინანსება არ მინდა შემეშალოს 80-85% და გაერთიანებული იყო თითქმის პოსტსაბჭოური ქვეყნების ნახევარზე მეტი. და ეს იმდენად თვალნათლივი იყო დომინანტი თურქეთი, რომ მან ძალიან ბევრი დაფიქრება არ იყო საჭირო. რატო გამახსენდა ეს ამბავი? მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა და ბრიტანეთმა პირველ რიგში აი ეს პოსტსაბჭოური სივრცე გადაულოცა თურქეთს სამართავად და ჩვენ ხედავდით, ვინც მოძრაობდა და დადიოდა თურქეთში ყოველი 6 თვეში, რომ გადადიოდი ბათუმიდან, როგორ იცვლებოდა თურქეთის ინფრასტრუქტურა, მე კარგად მახსოვს თურქეთის ინფრასტრუქტურა 86-87 წლებში ჩამორჩენილი ქვეყანა. საზღვარზე ვიდექი და აი საზღვრიდან სამ სოფელს უყურებდი კოშკურიდან.
ამათ რო უყვართ. მიწურებში ცხოვრობ. მიწურები, ანუ კისე გავიდოდა, კვირა ერთი მანქანა არ შევიდოდა ამ სოფლებში, უბრალოდ ორ ადგილას იყო დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების ვერტმფრენები, ერთგან იყო რაღაც სამხედრო ტექნიკა. რის თქმა მინდა, დღესაც იქითკენ მიდის სიტუაცია, რომ ეს ქვეყანა ეს ქვეყნები გადავიდეს ამერიკელების და ბრიტანელების გადაწყვეტილებით თურქეთის მმართველობის ქვეშ. მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ დღევანდელი რუსეთი არ არის 90-იანი წლების რუსეთი. აქ დიდი განსხვავება არის და თურქეთს და რუსეთს გენეტიკურად ყოველთვის აქვთ ერთმანეთის შიში. და ყოველთვის არის იმის ალბათობა ღმერთო დაიფაროს, რომ მოხდეს გარკვეული სამხედრო დაპირისპირება. ჩვენ არ ვიცით პროცესები როგორ განვითარდება. ჩვენ არ ვიცით რუსეთს რას აიძულებენ. რუსეთს არანაირი სურვილი არ ქონდა შეჭრილიყო და შეტევა მიეტანა დონბასზე და ლუგანსკზე. ეს არაერთხელ იყო განცხადებული. ეს რომ მათ ნდომებოდათ ყირიმის შემდეგ რამდენიმე წელიწადში გააკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი მომწიფებული იყო, რუსი მოსახლეობა იყო გახარებული, იმიტომ რომ ახალი ტერიტორია კი არა, ძველი ტერიტორია დაიბრუნეს და არაფერი არ იყო პრობლემა, არანაირი პრობლემა არ იყო ის, რომ რუსეთს მიეტანა შეტევა ლუგანსკზე და დონეცკის ოლქზე. მაგრამ ეს არ გაკეთდა იმანამ სანამ ბოლომდე იყო მოთმენის ასე ვთქვათ მდგომარეობა რუსეთი. და ჩვენ ხელისუფლებამ და ქართველებმა და საქართველომ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ რუსეთმა გაიფიქროს, რომ აქედან რამე საფრთხე ხო არ მელის. ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენმა მეზობელმა. იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე გამოცდილება მიიღო რუსეთმა დაუშვათ იგივე უახლოეს პერიოდში, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა აზერბაიჯანს და რუსეთს შორის, სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის, ანუ რეგიონი არის მოთუხთუხე ქვაბივით. სადაც ნებისმიერი ერთი არასწორი ხელის გაქნებამ შეიძლება ეს ქვაბი გადმოაყირაოს და მე რა პროცესები დაიწყება, უკვე არავინ ვიცით. ამიტომ ყოველთვის ჯობია მეტად ვიყოთ შეშფოთებული, მეტად ვიყოთ გაფრთხილებული, მეტად ვიყოთ მომზადებული ცუდისთვის. ვიდრე თქვა რომ არის ყველაფერი კარგად მიდის და მე რაღაცა რომ მოხდება, ვაი, ეს არ ვიცოდიო, როგორც ბოლო 35 წლის განმავლობაში ბევრჯერ დაგვემართა. უი, ესე არ ვიცოდით, უი, ესე არ გვეგონა, უი, ასე რატომ მოხდა? იმიტომ მოხდა, რომ ანალიზს არ აკეთებს, ამიკო. შენ უნდა იცოდე, ვისთან გაქვს საქმე, რა ძალების დაპირისპირებაში შედიხარ და როგორ უნდა მოიქცე, ხო? თურქეთიც, რუსეთიც, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ეს არის შენი მეზობლები. რომლებსაც ყველას უკვე მეტნაკლებად აქვს ამბიციები ის, რომ ის გახდეს რეგიონალური მოთამაშე. ჩვენ რეგიონალური მოთამაშის სტატუსი 90-იან წლებში კავკასიის ცენტრი რო ვიყავით, სამხრეთ კავკასიის ცენტრი, ჩვენ საკუთარი ხელით გავანადგურეთ ყველაფერი და ამაპატიეთ და კაი დავთმეთ რა. საქართველოში იყო, დამეხმარეთ თუ ვერ გავიხსენებ, ამიერკავკასიის რკინიგზა საქართველოში იყო. ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფებების შტაბი საქართველოში იყო. ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების შტაბი საქართველოში იყო. ენერგოსისტემის ხაბი, ასე ვთქვათ, ცენტრალური იყო საქართველოში. აი ხო იმ შენობაში შედვარ ზუსტად გრუზენერგო ერქვა თავის დროს. ანუ საბაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი იყო საქართველო. და ჩვენ რა გავაკეთეთ? აი არც მაშინ მახსოვს ვიყავი სადაც ვიყავი და არც მაშინ არ იყო იმის აუცილებლობა რომ ესე ეს დაგვეწყო რა ვიპენდრე აი თავი გამოგვეჩინა რა გააკეთა აი ერთ მაგალითს გეტყვით რამაც აი შემძრა რა რკინიგზაზე წლის თავია სხვათა შორის ბატონ მიხეილ როდესაც საქართველოს ბლოკადა დაუწესა საბჭოთა კავშირს ხო აი ეს კიდე ერთი მარაზმი და ამ მარაზმის შემსრულებელი დღეს კიდე პოლიტიკაშია, სულ რამდენიმე წლის წინ პარლამენტის წევრი იყო და აი ამ მარაზმში ვარ და გუშინ პოსტაში მომიწია ყოფნა და იცით საქართველოს პოსტა როდის გაიხსნა? ჩემ და სამწუხაროდ არ ვიცოდი. 1805 წელს. ანუ ეს ქვეყანა შემოიტანა პოსტა, შემოიტანა რკინიგზა, შემოიტანა კულტურა, მეცნიერება და გუშინ პოსტი დავწერე, მას დავამთავრებ. კარგად მახსოვს როგორ გავაძევეთ ჩვენ გერვეზე ეგრეთ წოდებული სამხედრო ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი მაპატე დედის გინებით გავყარეთ აქიდან. დედის გინები და იმ შენობას ახლა რაც მოვიდა კი ვხედავთ ვაკე საბურთალო გზაზე. და ისიც ვინ მიიღო ისინი?
სომხეთმა. და როგორ მიიღეს, იცით? ტაშის დაკვირით, მუსიკით, კონცერტებით, საკმაოდ სერიოზულად დახვდნენ იმ ეს მაშინ. ხო, ეს მაშინ. არა, ეს მაშინ. მაგრამ მე რის თქვა მინდა, ჩვენ კარგავთ მეთქი ამას. ჩვენ დავკარგეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთში ყველა გავლენები, რაც საქართველოს ჰქონდა, წლების მანძილზე, ასე ვთქვათ, გაქრა. არ მინდა დამავიწყდეს, გუშინ პოსტი დავწერე, ჩაის რეკლამა გადის, ახლა არ მინდა რეკლამას ჩაომართვან, ერთ-ერთი ჩაის კომპანიის. და მოკეთ ესეთი მიწა, გურიაში და 19 საუკუნიდან. ბიჭო, 19 საუკუნიდან თუ არის, მე-16 საუკუნეში გურია არ არსებობდა? შეიძლება ამ სახელით არ იყო, მაგრამ ტერიტორია ხო იყო. მე-19 საუკუნის 18-ის დასასრულს არ იყო გურია? პალიასტომი ვინ იყო? პალიასტომის ტბაც არ არსებობდა? თუ არ არსებობდა ის, იმიტომ არ არსებობდა, რომ მაშინ საქართველოს როგორც ქვეყანა არ არსებობდა. და ყველაფერი რაც ათვლადია, ხო? ჩაი მე-19 საუკუნიდან. იმიტომ როგორც კი რუსეთი შემოვიტანა ჩაი. ობსერვატორია ვინ გაგიხსნა? რამდენ ქვეყანას ჰქონდა ობსერვატორია მაშინ? მე ოპერაზე აღარ ვსაუბრობ, ბევრჯერ მithქვავს ოპერა თეატრის, ოპერა, თეატრი, კულტურა, ეს არის მდიდარი ქვეყნების ხვედრი. დიდარი ოჯახი ქირაობდა მუსიკის მასწავლებელს, ხატვის მასწავლებელს. აბა ეხლა წადით თქვენ და წყალწაღებული ქვეყანაში მუსიკის მასწავლებელს 5 ლარი თუ 7 ლარია ხელფასი. კატასტროფული მდგომარეობით, რომ შენ როცა ქვეყანა აღარ ახარ და შენ აი მუსიკა, სპორტი, ეს არის თამდევი. როცა ადამიანი უკვე კარგად არის, ძირითადი მოთხოვნილებები, ფინანსური, ეკონომიკური, მორალური, რაც თავარია, დაკმაყოფილება აქვს. მერე იწყებს აი შულს მუსიცირება ასწავლოს, ხატვა ასწავლოს, ცეკვა ასწავლოს, რაღაც აი სხვა რამეში ჩადოს. ინვესტიცია, ასე ვთქვათ, და არა ელემენტარული იმაში, რომ ხვალ მშიერი დარჩება, მისი ოჯახი თუ არ დარჩება. აქეთკენ მივდივართ ჩვენ, რომ ჩვენ გამოვიჩინეთ საკმაოდ მძიმე და უმადური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ისიც დღეს რაც გვაქვს, ჩვენ აი ჯერ მაშინ პარტია არ არსებობდა, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარული მშვიდობისთვის, ბატონი მერაბი იყო ჭიქაშვილი თავმჯდომარე, რომ ჩავედით ჩვენ და გავაკეთეთ ის, რა თქმა უნდა, წინაპირობა მომზადებული იყო, არ იყო ახლა ესე დაძაბული სიტუაცია, მაგრამ გაკეთდა ის, რომ 100,000-ობით ქართველს დღეს შეუძლია თავისუფლად თავის ნაცსავი ნახოს, თავის მეგობართან ჩაფრინდეს, ჩამოფრინდეს, წაიღოს, წამოიღოს და რაც თავარია, ფრენები აღდგა. სასურველი იქნება და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, ახლა ძალიან ბევრს მეკამათებიან, ახლა იციან ჩემი განწყობა, რომ აი მიშა შენ ამბობ რა რუსეთთან აი ესეთი ურთიერთობა. კი მინდა დაუშვათ, მინდა ჩემი მაშულება ისწავლოს იქ. რისი საშუალებაც არის 250 ადამიანის კვოტა იყო შარშან გამოყოფილი უფასო უმაღლეს განათლებაზე. შემდეგ კითხვას მისვავენ ესეც. აი მე მაგალითად შემილია იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში რაღაცა 2-3 თვის ადრე შევიძინო ბილეთი 50 ევროთ, 70 ევროთ. აბა რუსეთში აღეს ბილეთი 450 თუ 400 აღარ მახსოვს ევრო თუ დოლარი. აი ესეთი რაღაცეები გასაკეთებელია, რომ ადამიანებს ქონდეთ ადვილად ურთიერთობის საშუალება, ანუ მარტივი იყოს იქ ჩასვლა. ეხლა მე თქვენ ავტობუსით წავიდესო. კი ბატონო, ავტობუსი 150 ლარი თუ 200 ლარი ღირს, მაგრამ ავტობუსით ყველას არ შეუძლია. გამომდინარე ჯანმრთელობიდან, გამომდინარე რაღაცები არის ავტობუსში ჯდომა ბევრს კი რა თბილისში ვერ გადაადგილდებიან. რის თქმა უნდა, ჩვენ არ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი გვაქვს. ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. მე ძალიან გული დამწყდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება საკითხი, ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ბატონო ირაკლი, კიდე მრავალი წელი არ იქნება თუ ესე გავაგრძელეთ. და რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, რომ დავსხდეთ და არ ველაპარაკოთ, აი პარადოქსულ სიტუაციაში ვართ რა. ფულ შოულობთ ჩვენ იქიდან ვიღებთ პროდუქციას, აქედან იგზავნება პროდუქტი და პროდუქცია და იქაც რა თქმა უნდა ბიზნესმენები ხეირობენ, მაგრამ ამის იქით პრაქტიკულად ნაბიჯი არ იდგმება, იმიტომ რომ ვიღაცამ ყურში ჩაჩურჩულებს ხოლმე ჩვენ ხელისუფლებას. ამას წინანდელს, იმის წინანდელს. აბა ეს არ გაბედოთ. აი ეს არ გაბედოთ, დანარჩენი რაც გინდა თქვენით. ეს არ გაბედოთ იმას ნიშნავს, რომ შენ თუ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინე, შენ ძალიან ბევრ ხელშეკრულებაში შედიხარ.
შენ შედიხარ ისეთ ურთიერთობებში, სადაც შეზღუდვა არ აქვს და დღეს თუ საქართველოს ბიუჯეტი იღებს გარკვეულ შემოსავალს და საკმაოდ სერიოზულ შემოსავალს რუსეთთან ურთიერთობის გაორმაგდება ეს შემოსავლები. რომ შეუძლებელი დიპლომატიური ურთიერთობა არ ქონდეს და შენ ის მარჟა აწიო, რაც არის საჭირო. ელემენტარულად SNG-ში რომ DST-ში რომ შევედით 170-დან 220-მდე ხელშეკრულება დაიდო როგორც DST-ს საზღვრებში, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებები DST-ს ქვეყნებთან. DST რა იყო, ყველამ კარგად ვიცით და როგორ შეიძლება გამოვიყენეთ თუ გამოვიყენეთ სხვა ამბავი, მაგრამ ჩვენი ხელშეკრულება ვიცით რა მოგვცა რის საშუალება რომ ჩვენი ეკონომიკა რეალური ეკონომიკა შექმნილიყო. მიუხედავად იმ მექთამეობისა, მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რომელიც 1993-დან 2000 წლამდე იყო, ხო? საქართველოში რეალური ფული გაჩნდა და ახლა თუ მისმენს ვინც მაშინ ბიზნესით იყო დაკავებული, დამეთანხმება რეალური შემოსავალი გაუჩნდა ადამიანს. კი, რაღაცა 20 ლარი იყო ხელფასი, მაგრამ ვინც ოდნავ ბიზნესში მოძრაობდა, თუნდაც აი ერგნეთის ბაზრობა ავიღოთ, ხო? ერგნეთის ბაზრობა ასობით, ათასობით ოჯახს არჩენდა თბილისში. აი ერთი პატარა ჩანთით მიდიოდნენ, მიკროავტობუსით ქალები, ერთი ჩანთა ჩამოქონათ 2-3 დღეში ერთხელ. ქონდათ რაღაც თავის პატარა მაღაზიები, იყრიდნენ და ოჯახები გადაარჩინა ამათ. რატო ვამბობ ამას? ეს არის ერთადერთი გზა იმისი, რომ შენი ეკონომიკა გადაარჩინო. ჩვენ იმ ინვესტიციით, რომელიც ახლა 6 მილიარდიან ინვესტიციას ამობენ, ხალხი ჭყვიდან არის გადასული. და ყველა მეჭყვება შენ ამაზე რატო არ ლაპარაკობ? რო ვილაპარაკო მე რა, ხო ვიცით რა მდგომარეობაა და გამოდის ის ინვესტორი და ამბობს, რომ ეს მშენებლობები არ იქნება ქართველებისთვისო. ქართველებისთვის უკვე უმრავლესი მშენებლობები ხელმიუწვდომელია. არ არის ყველაფერი გაყიდა, იყიდა, ანუ კაც რო სახლი აქვს, თქვა პრესტიჟულ ადგილას, თაწმიდა იქნება, სოლოლაკი იქნება, ვერა. ის იმ სახლს იმ დონეზე ვერ გაყიდის, რომ ახალი სახლი შეიძინოს. შეიძლება დასამატებელი იქნება. დასამატებელი თანხა თბილისში არ არის. ეს არის უცხოეთის კაპიტალი, რომელიც უნდა შემოვიდეს და ამ კაპიტალს რო შემოყვება უცხოტომელები ჩვენ ყველას მივესალმებით, ყველასთან არასდროს ქართულს არ ქონია, არასდროს, მაგრამ მე არ მინდა საქართველოს თბილისს დაემსგავსოს. რამდენიმე საუკუნის წინ რო იყო თბილისი. აი ეს არ მინდა. სამწუხაროდ ემსგავსება. ხო, ანუ ეს ჩვენ ფეხით მოძრაობთ და ტრანსპორტით და ხედავთ რა მდგომარეობაშია თბილისი. ხო რა, როგორ დაიკარგა ის კოლორიტი, რომელიც მე მახსოვს, ბავშვი აღარა ვარ. როგორ დაიკარგა ის ურთიერთობა, როგორ გაქრა. სუბკულტურა გაქრა. გაქრა, ღიმილი, გაქრა, რაღაც აი ადამიანს რო გაუღიმო შეიძლება სხვანაირად. იმდენს ეს კი რამდენიმე თვის წინ მაღაზიაში რაღაცას ეწყო და ქალბატონს ძიმე ქონდა რაღაცა. სარიცხი საშუალება ქონდა და მივაწოდე, გაუწიე წინ და ხელი არ მოკიდაო მითხრა. აი ბანოთო ბოდიში გიხთ ქალბატონო და იმის მე რაღაცა რომ მინდა მივეხმარო, ეკითხები შეიძლება ხელი მოვკიდო? ანუ თქვენ წარმოვიდგინეთ რამხელა შინაგანი გაღიზიანება და რამხელა შინაგანი დაძაბულობა არის ქვეყანაში. კი, დანერვოზებულია. დანერვოზებულია, იმიტომ რომ ის ხედავს რომ ჩამოსული ადამიანი არის უფრო პრივილეგირებული, უფრო კარგად ცხოვრობს, უფრო მეც ხალისიანია, იმიტომ რომ აქ ჩამოვიდა ისვენებ და ამ დროს გაელო შეერი ქართველი და გინდა შარდენი იყოს, გინდა რკინის რიგი თუ რაც ქვია ახლა იქ სადაც არის ეს ძვირიანი რესტორნები, როგორ ხალისობენ. ღმერთთან ყველა ახალისოს. ღმერთთან ყველას ქონდეს ახალისოთ, მაგრამ აი ვინდოს ბატონი პაპუაშვილი მსახიობი თაწერა ძალიან მომეწონა. ქართველმა კაცმა იმდენი ვერ გადადო, რომ თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელო სადღაცო მეგობართან ერთად კაფეში დაждდესო. ეს შეიძლება ისეთი რაღაცაა, მაგრამ აი ძალიან ჩამჩაგურში, იმიტომ რომ ჩვენ ყველას იმ დროს შეგვეძლო რესტორანში წასვლა, სტუმრის მიღებაც. დღესო სტუმარი მოგადგეს, თუ არ ახარ გაფრთხილებული. შეიძლება საერთოდ გაუმასვლენს და აი საერთოდ ან არ კონდეს იმის საშუალება, რომ ჩახვიდე მაღაზიაში და რაღაცა იყიდო. ეს ყველაფერი ერთმანეთში რო აიზილა და მივიღეთ აი ესეთი ქვეყანა, რომელიც შენი აღარ არის. შენი აღარ არის, იმიტომ რომ შენ მას ვერ აკონტროლებ. შენი ინტერესების ვერ იყენებ მას. და იყენებ გადამთიელების. მე ყველა ადამიანს, ვინც არის უცხოელი, გადამთიელს ვეძახი. მათ შორის მათ ვისთანაც ჩვენ ურთიერთობაში უნდა გქონდეს არ არის ის შენი რაც არის, იმას უნდა სეპატივი. და მე თუ დღეს ყველას კარი გაუხსენი, კი ბატონო, მაგრამ პარიტეტი უნდა იყოს. მეც უნდა შემელოს, ქართულსაც უნდა შეელოს. ზუსტად იგივეს დახარჯვა,
იმ რესტორანში იქნება თუ ბინის შეძენა თუ მანქანის, როგორ ჩამოსულს. და აქ არის შედარება 1-10-თან. ახლა კორუფციაზეა ლაპარაკი. თუმე რა ხელა კორუფცია ყოფილა ქვეყანაში. მე-13 წელს არის კორუფციაზე საუბარი, ხო? როცა ყველაფერი ვიცით, თბილისი არის საქართველოს პატარა სოფელია. კაცი რო 2016 წელს და 18 წელს ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. და 2022 წელს ან 20 წელს 4 ოთახიანი სახლი აქვს, მე 6 თვეში იყიდა 2 აგარაკი. ადით აგე ტაბახმელაზე აუყევით. სოულაკიდან დღე არ გავა ახალი სახლი არ წამოიჩიტოს 100 და 200.000-იანი. ეს ხო ყველაფერი ხალხზე მოქმედებს და იმიტომ არის ესეთი გაღიზიანება არა, ინდიფერენტული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ რა. ყველაფერი ვიცით, ახალი არაფერი გაკეთებულა, ახალი არ გაცხადებულა და აღმოჩნდით ქვეყანა, რომელიც დადგება კიდე ღმერთებულის სერიოზული გამოწვევების წინაშე. და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არავის არ აინტერესებს ბატონო დავით. არც იმ ოპოზიციას თქვენ რომელიმე ერთხელ მაინც მიტინგზე გაგიგიათ, მოგისმენიათ, აი აკაცუკებს რო ეძახიან, იმათ ან აფხაზეთი ეხსენებიოს, ან ოსეთი ცხინვალი ეხსენებიოს, ან ის ეხსენებიოს, რაც ჩვენ საუბრობთ, სოციალური, ეკონომიკური, პენსიები, ხელფასები, სადმე გსმენიათ? არ მსმენია, ეს ბადებს ზუსტად ეს რისკებზე საუბარი, სწორედ ამაზე არის დასაწყები, რომ აი ეს თაობა, რომელიც იცვლება, როგორც ჩანს, დიდი მოთამაშეები საქართველოში სწორედ ამას ელოდებიან, რომ ხსენება აღარ იყოს ესე თუნდაც ეს აფხაზეთის და ოსეთის საკითხი, როგორც ჩანს, ამ დიდი მოთამაშეებისთვის არის ბალასტის თემა. ისევე როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში, ახლა იმაზე მსჯელობენ, როგორ მოხდეს გადანაწილება, რუსეთი რას დაყაბულდება და თქვა დარჩენილ უკრაინაში როგორი მდგომარეობა იქნება, რა სტატუსით შევლენ თუ ვერ შევლენ იქ დასავლეთის ქვეყნები. სწორედ აი ასე მიმდინარეობს ახლა როგორც ჩანს კავკასიაში ეს გადაფორმატირება კონფიგურაციის ცვლილებაზე მე არ მაქვს იმის ახლა რაიმე საფუძველი რომ ჩემი მხრიდან ვისაუბრო, თუმცა როგორც ჩანს აი თქვენ რო ახსენეთ ეს აკაცუკები არიან თუ ვაშკაცუკები ეს ულვაში კი აქვთ მოშვებული, კაი ვაშკაცი მამაკაცებივით, მაგრამ რა ვიცი ახლა. ყოველ შემთხვევაში რომ არ ახსენებენ ამ პრობლემას, ეს უკვე ჩანს და იმ დიდი მოთამაშეებისთვისაც ნათელია, რომ საქართველოში შესაძლებელია 20-30 წლის შემდეგ ტვინი გადაუტრიალონ მომდევნო თაობას. მომდევნოს კი ჩემი თაობის ხალხს, ჩემზე უფროსებს აქვს ტვინი გადატრიალებული. რუსთაველზე დგანან ევროპის ცველები. რა ევროპას იცავ რუსთაველზე, რომელ ევროპას იცავ. მაგრამ აქ სხვა რამეზია, აქ არის სალაფავთან მიშვების, უნდა მიმიშვი, მეც მომაპარიე რა, იმიტომ რომ წილში გამიყვანე ამ საქმეში. მეც მინდა მოვიპარო, მეც მინდა კაი სახლები, იმიტომ რომ ის იმ პერიოდში მე მახსოვს სააკაშვილის დროს რამდენმა მოითქვა სული და იმ ადამიანს მესმის, რომელიც უქონარი იყო ხატაგა, იმიტომ რომ მუშაობა ეზარებოდა ძალიან ბევრს. რაღა შორს მივდივართ, ახლა სოციალურ ქსელში იყო, გუშინ გამოკითხვა იყო ქუთაისშიო. ცენტრალური ისტორიული ბულვარი დაჯდა 14 მილიონი. ახლა ბაბუა ჩემი დედის მხრიდან ქუთ პროექტის ინჟინერი როცა იყო, ზუსტად ამ ისტორიული ბულვარის უკან მდებარე ქუჩა, 1905 წლის რევოლუციის ქუჩა, ასე ვთქვათ, განაახლა. ან მისი პროექტი იყო. 50-იან წლებზე საუბრობ. ხო და 14 მილიონი რო დაჯდა ლარი ზუსტად იმ პერიოდში ომის შემდეგ 40-იანი წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 14 მილიონი სულ დაჯდა ქუთაისის აღორძინება ფაბრიკა ქარხნებიანად. ელექტრომექანიკური ქარხანა გორნიაკი, ასევე ბაბუა ჩემის პროექტი იყო, პლანშეტი მაქვს, რომელიც ხელს აწერს რუსულად მიმართა ივანოვი იყო დირექტორი, რომ გთხოვთ საავტორო ნაძორისთვის დამხტოთ ნება, რომ ობიექტზე შევიდეო. და იქ სმეტა არის მოცემული, რა დაჯდა საერთოდ ამ ქარხნის, ეხლა იქ ლამაზი ისტორიული შენობაა, წინა ეს რამდენიმე არკა აქვს და ზუსტად მაგ დროს იქნა ასევე დაპროექტებული ეს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი და ეს ძველი ბერძნული კოლონადაც ეს მისი ავტორობით მოხდა ეს ყველაფერი და მაშინ მთელი ქუთაისი დაჯდა 14 მილიონი. როგორ შეიძლება ისტორიული ბულვარი დაჯდეს, ფილაქანია იქ დაგებული, კი ბატონო. მაგრამ იყო ლამაზი შადრევანი, ჯერ კიდე სააკაშვილის დროს მოაშთეს, საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა
ცნობილმა არქიტექტორმა გივი თოდაძემ. ლამაზი ბერძნული ამფორები იყო იქ მოსპეს. ახლა არის როგორც იქ ოღასყურას თუ ან საფიჩხის სასაფლაოზე რო არის გრანიტის ფილები, ისე არის ორი რაღაც ბასეინი გაკეთებული, გაურკვეველი შადრევნები. ნუ რა ვიცი, ახლა ამ კრიტიკას არ შეუდგებით, თემას რო არ გადაუხვიოთ, თან პრინციპში საერთო დროც ამ 2 წუთს ვთხოვთ, დავგითმობენ ალბათ. ისე დაუბრუნდეთ აი ამ მძიმე საგარეო პოლიტიკას, იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ რეგიონშია და საფრთხეებზე ვისა. ის რაც უკვე მოხდა, სამწუხაროდ როგორც ჩანს ჩვენ ვერ გავაანალიზებთ. ამაში უკვე მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობის დიდმა პროცენტმა ეს ვერ გააანალიზა. ეხლა მოდით შევეცადოთ ის რაც შეიძლება დაგვემართოს კიდე. ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ ძალიან გახსნილად. ძალიან თამამად, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშიც არის ის რომ ეს საფრთხეები იყოს აცილებული თავიდან, აი თუ გნებავთ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების და საკუთარი მომავლის გარანტი და შვილებისთვის. არავინ არ ვიცით დღეს 14 მილიონიდან რამდენი მილიონი მოიპარა თუ მოიპარავს ვინმე და ის დარწმუნებული იქნება რომ ის მის შვილებს შერჩება. გამორიცხულია თუ მოხდა ის რისის შიშიც მე მაქვს და რა საფრთხის წინაშე ვდგევართ არ შეგვჩება მით უმეტეს მოპარული თქვენ კარგად იცით ეს გინდა ქრისტიანულად შეხედეთ გინდა რელიგიურად გინდა კაცურად გინდა ქალურად მოპარული ფული არის ძალიან მოკლებადიანი და ძალიან ერთეულები ჩემ გარემოცვაში ერთეულებმა თუ შეინარჩუნეს აი ეს დიდი მოპარული ფული დანარჩენს თუ ხელისუფლებამ არ მოთხოვა ღმერთმა მოთხოვა და ისეთი დაემართათ ოჯახებში აღარ მინდა ახლა გადავიდე რაღაც მაშ რა ქვია ჯოჯოხეთურ ისტორიების მოყოლაში ყველა მიცის კი ბატონო ასე ის რაც შენ ადამიანს სხვას პარავ და სხვას ართვევ ლუკმას მე ან ციხეში შედან ან შვილები ნარკომანები ყავთ კი ბატონო ეს ბევრი შემთხვევა აი ეს ქარხნები და ფაბრიკები რო გაყიდეს იმ ოჯახში რა დატრიალა და იმ ოჯახებს ჩვენ ხო არ ვიცით და მე ბევრი ვიცი როგორ ტრაგიკულად დაასრულა ზოგი სოფლიდან გამოასვენეს და თბილისში სახლკარიერა დარჩა მოდი ამ იმაზე ნუ დავამთავრებთ გავაკეთოთ ანალიზი რა შეიძლება მოგვივიდეს რომ მე როგორც 90-იანების დასაწყისში ვაი ეს არ ვიცოდი თუ არ ვთქვათ კი ბატონო მადლობა ბატონო გადაცემაში სტუმრობისთვის მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი იყო პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას 4 შაბათს 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის